intention is not to punish the people of Georgia. ჩვენ არ გვინდა ქართველი ხალხის დასჯა, არამედ ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. Are responsible for repression. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რეჟიმი ხალხზე ძალადობასა და რეპრესიებში ღიად დაადანაშაულა. პაველ ჰერჩინსკიმ პოლიტიკური გაერთიანების პირველ სანქციაზე განმარტებები ვრცლად გააკეთა და განმარტა, რომ რეჟიმის მსახურები შენგენის ზონაში პრივილეგირებულ მოგზაურობას დაემშვიდობებიან. პირველად ევროკავშირის ისტორიაში კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან გაერთიანება უვიზო მიმოსვლას ნაწილობრივ აჩერებს. გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უკვე ძალაში შევადა დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზის რიგში ჩადგომა მოუწევთ. In spite of 2 months of ongoing violence on the streets, there was no one that was persecuted. ნორთვიანი ძალადობის მიუხედავად არავინ დასჯილა. რა თქმა უნდა, საქართველოს დემოკრატიული უკუსლა ვერ დარჩება ჩვენი რეაგირების გარეშე. გუშინ ევროკავშირმა გადაწყვიტა შეზღუდვების დაწესება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ამიტომ ისინი, ვინც წარმოადგენს მთავრობას, ახლა ვიზა უნდა აიღონ იმისთვის, რომ ევროკავშირში იმოგზაურონ. ბოლო რამდენიმე თვეს თუ შევხედავთ, ცუდი მუდმივად უარესით იცვლება. მე ამას ვამბობ როგორც ევროკავშირის ელჩი. სწორედ ამიტომ სანქციების შესახებ მსჯელობა ევროკავშირში კვლავაც გაგრძელდება. სამწუხაროდ ჯერ ერთ სულოვნება არ გვაქვს, რადგან არსებობს ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ სანქციებს შეუერთდნენ. თუმცა გამომდინარე ევროკავშირის ლიდერების მონდომებიდან ჩვენ ამაზე მუშაობას დაუბრუნდებით და მივახცევთ ერთ სულოვნებას, რომელიც სანქციების დასაწესებლად არის საჭირო. პირველი სანქცია, რომ მხოლოდ დასაწყისია ევროკავშირის ელჩმა საჯარო კომენტარისას დაადასტურა. ევროპული ქვეყნები ცდილობენ ოლიგარქიული რეჟიმის სისასტიკეს საკადრისი და კიდევ უფრო ხისტი პასუხი გასცენ, რაც პერსონალურ სანქციებს გულისხმობს. ვინაიდან პრორუსი ლიდერები ორბანი და ფიცო ერთობლივ გადაწყვეტილებას ვეტოს ადებენ, ქვეყნები სათადარიგო გეგმაზე მუშაობენ, რომ სანქციები ეროვნულ დონეზე დაწესდეს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა პოლონეთია, რომელიც საფრანგეთთან ერთად გერმანიის სანქციების გაზიარებას აპირებს და ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში ოცნების რეჟიმის საფასუხოდ ემზადება. ჩვენ მხარს უჭერთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც გამოხატავს არსებულ გარემოებებს. ეს სიმბოლური ნაბიჯია ევროკავშირისგან და მუშაობა გაგრძელდება. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ პოლონეთმა ვაიმარის სამკუთხედის სხვა წევრებთან ერთად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც სინანულს გამოხატავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვგმობთ ძალის გამოყენებასა და ანგარის ვალდებულების ნაკლებობას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერთ მათ ბრძოლას დემოკრატიისთვის. პირველმა დიპლომატებმა ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი ზომები საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე განიხილეს. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა 7 საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა და განმარტა, რომ უკვე დაწესებული სანქცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ. ჩვეულებრივი პასპორტებით შესვლა თუ გადაწყვიტეს იმ ადამიანებმა, რომელსაც ეკუთვნით დიპლომატიური პასპორტები, ეს არის უპირატესობა ძალიან დიდი სირცხული. ანუ ისინი ფაქტობრივად იმალებიან, ისინი ფარავენ მალავენ თავენ დიპლომატიურ სტატუსს, ან დიპლომატიური პასპორტის მფლობელის სტატუსს და ცდილობენ, რომ რაღაცა გაყალბებული ფორმით შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც თავისთავად ძალიან სამარცხვინო პროცესია, ხო, ყოველთვის თავი დავანებთ. მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთი მცდელობის შემთხვევაში ეროვნულ მთავრობას, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობას, თითოეულ ქვეყანას ინდივიდუალურად ექნება შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს, როგორ მოეპყროს ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს შეეძლებათ, რომ წითელი პასპორტით წავიდნენ, ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის პასპორტით, ასე ვთქვათ. ოღონდ მათ მე მოუწევთ იმისი ახსნა, რატომ მოიტყუეს და რატო თქვეს, რომ მაგალითად ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიან, მაშინ როდესაც წავიდნენ მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით. ან მოუწევთ იმისი ახსნა დელეგაციაში როგორ იყვნენ, მაშინ როდესაც ევროკავშირმა პირდაპირ უთხრა, თუ საქართველოს სახელით მოდიხარ და დელეგაციით მოდიხარ, უნდა დიპლომატიური პასპორტი გამოიყენო და მოითხოვო ვიზა. ანუ არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ქართული ოცნება ამას წარმოაჩენს, რომ თითქოს მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც მოახერხებენ მოგზაურობას. ყოფილი დიპლომატები რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დროს რეგიონში ლიდერი ქვეყანა საქართველო ახლა ასეთი რეალობის წინაშე დადგებოდა. შედეგად ვსაუბრობთ არა იმაზე, თუ როგორ უნდა დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, არამედ რეჟიმის სანქცირებაზე და სრულ იზოლაციაზე.
დიპლომატიური პასპორტების და სამსახურებრივი პასპორტების უგულებელყოფა ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური განაცხადი, რომლითაც ევროკავშირის დედაქალაქები აცხადებენ უარს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მიიღონ ოფიციალური სტატუსი. ანუ მათ არ ექნებათ შესაძლებლობა ქვეყნის წარმომადგენლობის სტატუსით ისარგებლონ და წარმოადგინონ საქართველოს ინტერესები. თუ კი ავტოკრატია და დიქტატურა ხარ, მაშინ ასეთი ნაბიჯი ევროკავშირისგან ბუნებრივია, ფეხებზე კიდია ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ თუ კი ოდნავ სინდის და ნამუსის შეგრჩენია და ოდნავ ვინმეს მე მხარდამჭერებს გულისხმობ ამ შემთხვევაში მართლა გქონია რომ ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას უნდა ევროპისკენ წაიყვანოს საქართველო, მაშინ ეს ბუნებრივია, დრამატულია და კატასტროფაა, ხო? მინიმუმ რეპუტაციულად. ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით ოლიგარქიული რეჟიმი უკვე სანქცირებულია. გადაწყვეტილების მიხედვით ივანიშვილის მსახურებს არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრებს ევროპაში ოფიციალურ შეხვედრებზე გასამგზავრებლად ვიზაზე განაცხადის შევსება მოუწევთ და შესაძლოა ლოდინი კვირობით მოუწიოთ.